თქვენგან კიდევ უფრო მეტად რამდენადაც თქვენ მუდმივად იკვლევდით ამ ტენდერების შინაარსს, მათ უკან მდგომ ჯგუფებს, ინტერესებს, ის რაც ხდება ახლა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით. რამდენად მოულოდნელია ერთის მხრივ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მაგრამ ის რაც და როგორც ხდებოდა იქ არის ეს მოულოდნელი, ეს ადამიანები ვისი გვარებიც ახლა ისმის და შეიძლება ჩვეულებრივი მაყურებლისთვის ბევრს არაფერს არ ამბობდნენ, სინამდვილეში რა იდგა და რა დგას ამ სქემების უკან. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. მოულოდნელი, ხო, პოლიტიკურად ახლა რომ მან მისი გუნდის წევრების დაჭერა დაიწყო, ხო, წინა საარჩევნოდ თქვენ წინა რესპონდენტთან მსჯელობის დროს რაღაც ძალაუფლების დაკარგვის შიშიდან რაღაცის მისი გუნდის წევრები ვიზეც იდგა ბიზნე ივანიშვილი, ხო, ცოტა საეჭვოა რატომ დაიწყო ამის კეთება. ამას კორუფციასთან ბრძოლის ტალღას თითქოს ხმის რომ პროპაგანდისტულად შეიძლება ეს გაკეთილშობილება ჭირდება ივანიშვილს. ანუ ივანიშვილი ხო რაღაც დაწერილი ხო არა რაღაც გეგმით ხო არ მიდის ხო პოლიტიკური ვითარებები იცვლება და ესეც ლავირებს ეს ადამიანი პოლიტიკურ ვითარებებში. ხა დღეს ჭირდება ირაკლი კობახიძის გუნდი, მოიყვანა ესეთი ადამიანები, რომლებიც მაგალითად არ იყო საზოგადოებისთვის ცნობილი ხო, ეს გელა გელაძე მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრი ხო, კაცშვილმა არ იცოდა ვინ იყო, ეს ახლა არც დასანქცირებული არის ევროპაში, შეუძლია სიტუაცია წავიდეს ამერიკაში, წავიდეს იქ, კიდევ ვიღაცები ჩაანაცვლეს იქ, ანდრიო ხანაშვილი მიიყვანა. ანუ ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალიან არ ყვიროდა, რომ იყვნენ კორუმპირებულები. ახლა რა მნიშვნელობა აქვს ანდრიო ხანაშვილი პირადად იყო თუ არა კორუმპირებული, კორუფციულ სისტემას ემსახურებოდა. აი ახლა, როდესაც იძახი საუბრობენ იმაზე, რომ ახლა აღმოაჩინეს 2023 წლის ეს ტენდერი არის 2023 წელს, ხო? ანუ თუ შევალთ Google-ში და ვნახავთ 2023 წლის ივლისში ჯვანშერ ბურჭულაძე იმყოფებოდა გორის ჰოსპიტალში და იქ სარემონტო სამუშაოები მიდიოდა და ოფიციალურად დევს ინფორმაცია, რომ დაპირდა, რომ აღიჭურება უახლესი აპარატურით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდეგ ისევ საჯარო წყაროში რო შეხვალთ, ნახავთ 2024 წლის სექტემბერში მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი ჩაუტანეს გორს, ანუ გორის მაცნე წერს ამას. ოღონდ ჩაუტარეს ბურჭულაძე 7 თვის წასული იყო მინისტრობიდან. ანუ ეს რას ნიშნავს? ანუ ამ მინისტრმა ჩაიტანა. ეს ყველაფერი ამათმა ძალიან კარგად იცოდნენ. ეს დოკუმენტაცია ინახება თავდაცვის სამინისტროში. ვინც კი რამე ფული აკეთა ბიზნე ივანიშვილმა ზეპირად იცის ეს ყველაფერი, ხო? ანუ იქ მიდიოდა სუსის კონტროლი, ყველაფერი არის დადოკუმენტირებული, ვინ რა წაიღო და როდის წაიღო. სიურპრიზი ივანიშვილისთვის. ეს ივანიშვილი ახალმისული თანამდებობის პირების მიერ აღმოჩენილი რაღაცა სივრცეები, რომელსაც მას უმალავდნენ, აი ეს სიურპრიზი არ შეიძლება ყოფილიყო. აი წარმოვიდგინოთ დროში, ხო? აი ანდრიო ხანაშვილი მივიდა დაინიშნა სახელმწიფო საფრთხების სამსახურის უფროსად და მაგალითად ჩვენ აი მაგალითად გამოაქვეყნოს ბრძანება, როდის გასცა ბრძანება და როდის შევიდა შემოწმებაზე თავდაცვის სამინისტროში. ანუ რაღაცის საფუძველზე ხო შევიდა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შევიდა, ან გეგმიურ შემოწმებაზე შევიდა, რაღაც დროს ხო შევიდა. ის დოკუმენტაცია რომ ამოიღო, ამ დოკუმენტაციის განხილვას რო გარკვეული დრო ჭირდება, ხო ესე ხო არ არის ერთ წუთში ნახო, იმ დოკუმენტაციას შესწავლა ჭირდება, წაკითხვა, გარკვეული დრო, ბუნებრივი დრო ჭირდება. ხო. ეგრას არ არის ეს დრო გასული, ხო? ანუ ეს დოკუმენტებიიდო, ყველაფერი იცოდა. მე მიკვირს რომ თანხა არის კიდე ცოტა უფრო მეტი უნდა იყოს გაფლანგული. ირაკლი ღარიბაშვილი არა ის უფრო მეტი უკვე შავი მოლაპარაკებების ნაწილია ეს იმისთვის არის რომ ეს თანხა ეხლა არის ჩაავლო და დანარჩენი უკვე სიგნალებია დანარჩენები ეს თანხა არის სასიგნალო ანუ სოს თანხა არის და ალარმია განახა რომ ამ თანხით შემიძლია დაჭერა 7 წლით 7-დან 11 წლამდე და თუ გაიზრდება შესაბამისად თანხას თუ გავზრდი წლებიც გაგეზრდება ამიტომ ეხლა იწყება უკვე მოლაპარაკება ხო ჯვარშენ ბურჭულაძე სანამ გახდებოდა თავდაცვის მინისტრი, მანამდე იყო ღარიბაშვილის მოადგილე. კი ბატონო, თავდაცვის მინისტრის მოადგილე. კი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო ზურა ბაზარაშვილი. ერთად იყვნენ მოადგილეები. ხა რატო გეუბნებით ამას, აი დოკუმენტებით რა დასტურდება, აი ამჟამად რაც საჯარო სივრცეში არის დოკუმენტები. ჯვანშერ ბურჭულაძე კურირებდა სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებას, ანუ მოადგილე იყო და მისი საკურატორო იყო ვლადიმერ ღუდუშაური, რომელიც ახლა დაკავებული ყავთ. მისი საკურატორო იყო, ის იყო შესყიდვების სამმართველოს უფროსი. დღეს დაკავებული ვინც არის ვმ-ს, ვისაც იძახიან, ის დოკუმენტები თუ მიმშელებთ არის ვასილ მხეიძე. ჯვანშერ ბურჭულაძის მეუღლეც არის ნინო მხეიძე, შესაბამისად ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები. ვასილ ბურჭულაძე რო წავიდა თანამდებობიდან, მუშაობას იწყებს გორი ესთეითი არის ესეთი კომპანია, რომელიც ეკუთვნის ვასილ მხეიძეს. ანუ მისი სიძე მინისტრობიდან წაიყვანა და დაასაქმა
და მის თანამდებობა იყო ინვესტიციების მოზიდვის მრჩეველი კოორდინატორი. ვასილ მხეიძეს ასევე ანუ შემდეგი ვინ უნდა მიიყო ანუ დაკითხვაზე ანუ თუ ეს ნამდვილად კორუფციასთან ბრძოლა რაც რა თქმა უნდა არ არის მაგრამ თუ კიდე უნდა განვითარდეს ხაზი ეხლა უნდა წავიდეთ ჯანდაცვის მიმართულებით ანუ ის კომპანია რომელმაც მიაწოდა სამედიცინო მოწყობილობა ეს ერთჯერადი ხო არ იყო ანუ ეხლა უნდა მოვიძიოთ ეს კომპანიას კიდე ვისთან აქვს მიწოდებული ეს სხვა უწყებებისთვის, სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის. სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის და ერთ-ერთი ესეთი, რომელიც პირველი გაგახსენდება, ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და ასე შემდეგ და სამედიცინო ჰოლდინგი, რომელსაც ეკუთვნის რუხის კლინიკა, რესპუბლიკური და ასე შემდეგ. და ეხლა რატომ უნდა შევამოწმოთ ჯანდაცვის სამინისტრო? იმიტომ რომ ბურჭულაძე და აზარაშვილი იყვნენ მოადგილეები და კოლეგები, ამის გარდა ამჟამად დაკავებულ ვასილ მხეიძეს აქვს კომპანია, რომელშიც 50%-იან წილში ყავს ილია ღუდუშაური, რომელიც არის დაკავებული ვლადიმერ ღუდუშაურის ნათესავი. ახლო ოჯახის წევრი. შესაბამისად, ეს არის წრე. ეს ადამიანები უერთმანეთოდ ფულს ვერ იშოვიდნენ. და ზოგადად თქვენ არ გესწავლებათ, საჯარო სტრუქტურა ისე არის აწყობილი, რომ ქვევით სპეციალისტი ფულს ვერ იშოვის. როდესაც მილიონებზეა საუბარი, ხო? თან მით უმეტეს რომელიც ეხება სახელმწიფო შესყიდვებს. სახელმწიფო შესყიდვები იქ ტექნიკური პირობა შედგება, თანხის შეთანხმება არის, მერე საბოლოო ჯამში შესრულებაზე ვიზირება არის, ბოლოს მინისტრამდე ადის, ანუ მინისტრი აწერს ხელს, კურატორი მოადგილე სამმართველო დეპარტამენტი განყოფილება, ანუ ეს იერარქია ისი არის გავლილი, რომ თუ მინისტრიდან მწვანე შუქი არ არის ანთებული, გამორიცხულია რომელიმე შუარ გოლმა გადაწყვიტოს რაღაცა თაღლითური, ანუ რომც მოინდომოს ვერ გააკეთებს. ანუ გამორიცხულია იმდენი ფილტრია საჯარო სამსახურში, რომ დაიწყო ქვევიდან, გამორიცხულია სადღაც შუაში აუცილებლად. თქვენ აუთ რომ ლოგიკური გაგრძელება ამ ტიპის გამოძიების გულისხმობს, რომ ჩაავლებ ხელს, თუნდაც ეხა მოადგილის დონეზე და ამოქაჩავ. ფემოდან დაწყებული, ზევით გაგრძელებული მთელი ქსელი უნდა გამოგვეს. მოადგილის ზევიდან ერთადერთი ყავს მინისტრი. ხოლო მოადგილის ქვევითაც უნდა წახვიდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მხოლოდ პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე რო ვაკეთებთ განცხადებას, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საჯარო სამსახურში კიდე ვინ არიან თანამდებობის პირები, რომლებიც ამას ხელს აწერენ. შეიძლება ქვევით რომელიღაცამ, რომელიც შესყიდვებში ბაზრის კვლევას ატარებდა, იმან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გითხრას. იმიტომ რომ მაგალითად დაავალეს და უთხრეს, რომ ბაზრის კვლევა არ გააკეთო. თქვენ ხართ პოლიტიკაში წლების განმავლობაში, მაგრამ ჩემთვის გამორჩეული ხართ ამ საქმეში, იმიტომ რომ ციფრებთან ყოველთვის ზუსტი და ფრთხილი ხართ, ასე ვთქვათ, ხო? ზოგიერთ პოლიტიკოს ჩვევია რაღაცის გაზვიადება მათ შორის ციფრებში. მე მაგალითად როცა მესმის ახლა ყურში რომ იმას უთხრეს რომ 800 მილიონი მოიტანა, იმას უთხრეს 350 მილიონი, მიხედავთ იმისა რომ ვატყობ ქალაქსაც, ქვეყანასაც, რა მასშტაბის შავი ფული ტრიალებს ამ ქვეყანაშიც. ცოტა მაინც მეჩვენება რომ გაზვიადებული ხო არ არის თქო. ახლა ამ ადამიანებს ვინც დაიჭირეს 1.300.000 ლარს ედავებიან, რომელიც თეთრებია იმასთან შედარებით, რა მასშტაბების ვთქვათ პროცესი, მაგრამ სინამდვილეში მართლა შეიძლება ითქვას, რომ აი ამ ხელა მასშტაბის ფული კეთდებოდა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სამინისტროებისა თუ ორგანიზაციების მეშვეობით. ნახეთ ბატონო გიორგი, რომელიც ბიუჯეტს აკლდებოდა თავისთან. ხო, ივანიშვილის ამ დაჯგუფება დავარქვათ, ივანიშვილის დაჯგუფებას ყოველწლიურად ხელი მიუწვდება 28 მილიარდ ლარზე. 28 მილიარდი ლარიდან აკეთებენ ფულს. ამას ემატება სახელმწიფო სუბსიდიები, ამას ემატება სახელმწიფო პროგრამები, ხო? აწარმოეს საქართველოს ენერგომომავალი, ამას ემატება ლიცენზიები, სამშენებლო ნებართვები. ანუ კი ეს არის ის თანხები, რაც არის დასახელებული, მე მგონი კიდე ცოტა, იმიტომ რომ წარმოდგენა არ აქვს კიდევ საქართველოს მოქალაქეებს ბიძინა ივანიშვილის აი ამ ჯგუფმა რამხელა ფული იშოვა საქართველოში. ძალიან დიდ ფულზე არის საუბარი, იმიტომ რომ დღეს მაგალითად აი ყველაფერს თავი დავანებოთ, თქვენ გემახსოვრებათ, აი ეს ბიზნესმენი რო არის, საბიუჯეტო ბიზნესმენი, რაგვარია პაპაშვილი, ბიზნესის რენესანსის ხანა რო ქონდა. ხო, აი მაგალითად პაპაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტით ააშენა სასტუმრო სამზეო.
ნუ ეს ხა პროგრამებში იყო და ეგ ცოტა ნაწილობრივ სადაო თემა, იმიტომ რომ ბიზნეს ხელშემწყობი პროექტები იყო. თუ რამეა შედახო კარგი კიდე, მაგრამ მე ვლაპარაკობ უფრო აი იმ მიმართულებებზე, რა მიმართულებებშიც პირდაპირ გაგებით ფული იჭრებოდა უბრალოდ რა. ერთი ოპერაცია არის. მაგნიტო რეზონანსული. ხო, აი მაგას გულისხმობ. ერთ ოპერაციაში თუ ამხელებული გაკეთდა. 1,300,000 წაიღეს. თან უნდა გავითვალისწინოთ ის რომ ადამიანებს რაღაცა დიდი ჭკუა კი არა აქვს, უბრალოდ მათ პოლიტიკურად ამუნთეს წვანა რომ მოეპარათ. რამე ახალი სქემები ან რამე გონივრული კი არაფერი მოიფიქრეს. უბრალოდ შეულებრივი თაღლითური ამბავი. ნუ ეს ბესო ალბათ იმიტომ რომ ყველა მიცოდა რომ შეთანხმებული იყო თამაშის წესები, ყველა მიცოდა რა პროცენტული განაყოფით, ანუ განაკვეთით უნდა მიეტანა სხვადასხვა დონეზე და ასე შემდეგ. სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელია რომ მოხდარა. გამორიცხულია, იმიტომ რომ აი მე ხო გეუბნებით ვინც სახელმწიფოს შესყიდვებში პირველი ადამიანი რომელიც არის უბრალო სპეციალისტი რომელიც ბაზრის კვლევას იწყებს Google-ის საძიებო პროგრამიდან იმან ზუსტად იცის რა ღირს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი. მაგრამ ამათმა რა გააკეთეს გადაყიდვები, ერთ კომპანიას მიყიდეს ფიქტიურად, მეორე კომპანია მიყიდა. ნუ საშუალო კომპანიები და ასე შემდეგ აპრობირებული ძველი სქემები სიახლე განსაკუთრებული არაფერი. ფულზე მოვუწოდათ 28 მილიარდზე. ჩვენ რო ვიძახით რომ ბიზნეს ივანიშვილი 7 მილიარდი აქვს, 7 მილიარდი არა, 28 მილიარდზე აქვს წდომა. ჩვენს ფულზე აქვს თქო, რომელიც ეს პატიოსანი შრომით მოვაგროვეთ, რომ ჩვენ უნდა მოვიხმაროთ. ეხლა ბიზნეს ივანიშვილს აქვს ეს ფული და ის განკარგავს, ხან ერთ ჯგუფს მისცემს, ხან მეორე ჯგუფს მისცემს, ხან ამათ ერთმანეთში აჭყუბებს. და ასე შემდეგ. მადლობა.